უჩვეულო თბილი ნოემბრის დღე იყო, როცა გეორგი ცინცაძესთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედით. აივანზე შეგვეძლო გვესაუბრა, თუმცა თავიდანვე ვუთხარი, რომ ამ ხედზე, საერთოდ ამ ადგილზე ცუდი მოგონებები მაქვს. 2015 წლის ივნისი მახსენდება. არა, მაშინ ჯერ ამ სახლში არ ცხოვრობდით, თუმცა საქართველოში ვთამაშობდი და 2015 წლის წყალდიდობასთან მოგონებებიც მაკავშირებსო. მიყვება როგორ ჩაერთო სამოქალაქო მოძრაობაში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად, როგორ ეხმარებოდნენ ქართველი კალათბურთელები უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას, სტიქიის ზონაში გაჭედილებს. კალათბურთის თამაშს ისევ ვერ ანებებს თავს. 39 წლისაა, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად ყოველდღიური ვარჯიში ჭირდება. ფორმის შენარჩუნება კი იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც ბოლო დროს დაუგროვდა ცხოვრებაში. ცოტა გაუკვირდა, როცა ვკითხე ამბიციური ხარ, მარცხს ვერ ეგუები მეთქი? როგორც ჩანს სპორტსმენს, მით უმეტეს ესტონეთის, უკრაინის, საქართველოს ჩემპიონს და თასების მფლობელს ასეთი კითხვა არ უნდა დაუსვა. სპორტი ხო ეგ არის, ანუ ყველას აქვს. ხო, ამბიცია თუ არ გაქვს და პრეტენზია თუ არ გაქვს რაღაც პირველობაზე და შეჯიბრობითი ის თუ არ არის შენში რაღაცა. შენი მე თუ არ არის შეჯიბრობითი წარმოდგენილი, გაგიჭირდება. ყოველთვის მეტი უნდა გინდოდეს იდეაში. ეგ ყოველთვის მოგება უნდა ეგ გინდოდეს. ერთის მხრივ ძალიან კარგია, მეორეს მხრივ ვიცი რომ პრობლემებს უქმნის ადამიანს, ანუ ეს შეჯიბრის ეს სურვილი, მუდმივი სურვილი რომ გაიმარჯო, ძალიან ბევრი კომპლექსდება. ანუ ცხოვრებაშიც მე გინდა რომ კაია რა. კაია, ანუ მე ვფიქრობ, რომ ადამიანში სულ აი ეგ უნდა იმას აქნა, რა ქვია, გავაღვიძოსავით, ვისაც არა აქვს სიტყვაზე და ანუ რაღაც ცოტა ინერტული არის რაღაცნაირად, აი ვარჯიშის დროსაც, თამაშის დროსაც ერთნაირად უხარია, ერთნაირად წყინს, ერთნაირად აღნიშნავს, ერთნაირად რა ვიცი, ტკივა, ის რაღაცა უნდა გავაღვიძო, რომ ის კონდეს რა, ცოტა ესე რომ ვთქვათ, აზარტი, ადრენალინის მეტი შეჯიბრის სურვილი და გამარჯვების. მაგრამ როცა მარცხდები ხომ დეპრესია გეწყება? ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, წაგებას უფრო ნეგატიური მხარი აქვს, მაგრამ გამარჯვების ფასიც არ მოდის თუ წაგება არ გაქვს ნანახი, ხო? ანუ სულ რომ იგებდე მთელი ცხოვრება ყველაფერს, ის მე-5 და მე-10 მოგებად შეიძლება გავფერმკრთალდეს, ხო? ამიტომ ის წაგების ფასიც უნდა იცოდე, რომ მე მოგების ფასი დააფასო, ხო? და მე ის მოგების ფასი რო იცი, მე უკვე წაგება კიდე უფრო მეტად ისე რომ თქვა ჯარგონულად გიტყდება რა. ამიტომ ეს აბალანსებს ეს ყველაფერს. 90-იანი წლებიდან თამაშობ. და ეს ხო რა პერიოდი იყო თბილისში? მაშინაც ხილიანზე ცხოვრობდი. არა, მაშინ უცუბიძეზე ცხოვრობდი, მესამე პლატოზე და საკმაოდ ისეთი სტანდარტული ოჯახიდან გაჭირვებული დიდი შესაძლებლობები არ მქონდა და ეგეთი ოჯახიდან გამოვედი. როგორც ალბათ 95%-ის. რას ვფიქრობდი, იცი, რომ 90-იან წლებში შვილი რომ ყოლოდა, შენხელაშვილი, ალბათ მაშინ საშინელი შიში ქონდა ყველას, რომ ან ნარკოტიკზე დაჯდებოდა, ან რაღაცა მხედრიონზე. არა, სხვადასხვა მაგაში გაგვიმართლა ძალიან ის უბანიც არ იყო გამორჩეული რაღაც აკადემიკოსებით და ასე შემდეგ. აკადემიკოსის შვილებიც ჩვენ დასახავოთ, ანუ ის წრე ჩვენი სამეგობრო, 9-10 ბავშვი ვინც ვიყავით, ყველანი მაგ საქმეებიდან შორს, რაღაც ძველ ბიჭობიდან შორს, რაღაც პატარა ისე ვიყავით დაჯგუფება, რომელიც ანუ ერთმანეთის გვერდზე ვიდექით, თავს არ ვაჩაგრინებდით არავის, მაგრამ მაინც სპორტის სუდი რაღაცებისგან შორს და ანუ სპორტის ეს ანუ ყველას რაღაც ექს მიმართულება. არა, ეს გაგიმართლა, ხა ცუდი რაღაცისგან შორს, ანუ უბრალოდ წრე იყო ეგეთი და ხო, ნამდვილად ანუ რაღაცნაირად ალბათ თვითონაც ისე ავარჩიეთ ერთმანეთი, რომ ეგ ღირებულებები
კი. თავარი იყო. ეს ექსპერიმენტული სკოლა, პირველი ექსპერიმენტული იყო, ხო? პირველი ექსპერიმენტული მან დაიწყე. ანუ კალათბურთის ჰქონდათ, მაგათ კალათბურთის მან დაიწყე, ხო? მან დაიწყე თამაში. მან სწავლობდი სკოლაში. სწავლობდი. თან კაი სკოლა იყო. მაშინ ხო ითვლებოდა რაღაც. ითვლებოდა, რომ ძალიან კარგი სკოლა იყო. ხო, ამაში გაგიმართლა ნაღდად. მაგრამ ანუ ეს სპორტში შენი მიყვანა, ეს დედაშენის სამსახურება არ არის. ანუ შენ თვითონ უფრო მამაჩემის. არა, მამაჩემისაც და დედაჩემისაც, იმიტომ რომ ორივეს კალათბურთი ძალიან უყვარდა. მამაჩემი კალათბურთელი იყო. რაღაც სამოყვარულო დონეზე. და მე ფეხბურთი მინდოდა, ბავშვობაშიც ფეხბურთის სექციაში დავიწყე სიარული და ანუ აი ეზოში 24 საათი ფეხბურთი და რაღაც ეტაპზე რაღაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული, სულ რაღაც წვიმა, გარეთ ვარჯიში ესა და რაღაცნაირად ოჯახმა გამომიყვანეს და მე სკოლაში რომ შეხედეს რომ რაღაც მოსყოვებული ენერგიით ვიყავი, რაღაც საშუალო გადამეხურდავებინა ეს ყველაფერი და კალათბურთის სექცია გაიხსნა რა ჩვენთან. სადღაც წავიკითხე რომ მამა ჩემი ძალიან დაუპირისპირდა მხედრიონსო, არ ვიცი ჭორი არის თუ არა შენ დაუპირისპირდა რა მამა ჩემი იყო ანუ მე რო ვიყავი 4-5-6 წლის ასაკის მამა ჩემი იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი შეიძლება ითქვას თბილისში ორბი იყო ესეთი ფირმა თუ გახსოვთ ყველაფრის ის ქონა ანუ ეხა ხო 1000 რაღაც შეპესე არის სათამაშო იმას შემოაქი იმათ შემოქონა ანუ ყველაფერი იმათ ნავთობი შოკოლადები ტექნიკა ყველაფერი რაღაც 4 დამფუძნებელი იყვნენ როგორც მახსოვს და ერთ-ერთი იყო მამა ჩემი ძალიან 91 წელს თეთრი პეჟო ყავდა ხა. ხო. ერთი პერიოდი რაღაც 9 მანქანა ყავდა რა და ეს 9 მანქანასთვის 9 გარაჟი გარაჟი ესე ვთქვა რა როგორც და ეს მე ანუ რომ მხედრიონი რომ მიადგა და ყველაფერი რომ წაართვა აბსოლუტურად ყველაფერი წაართვა რა და ეს მანქანებიც შესაბამისად წაართვანდა ხა იმ გარაჟებს ხო არ წაიღებდნენ ხო წაერთვათ ხო არ აიღებდნენ და თავს წაიღებდნენ დაგვრჩა ეს გარაჟები რა მე როგორ შევდა ხოლმე თითო გარაჟს ყიდით ხოლმე 9 ქონდა რა და სამწუხაროდ წაართვეს ყველაფერი ხო არა და ბევრი კაი რაღაცები ქონდა არა ამას ხედავდი ანუ მე ვერ ხედავდი მაგრამ მე ვიცი ხო მაშინ რამდენი წლის იყავი პატარა მაგრამ ნუ ხედავდი რომ ამას განიცდიდა და იბრძოდა და ხო ნუ მე ხო ვერ იმასაკნა ვერ გადალახა შეიძლება ითქვას რაღაც კომპლექსებით რო რა დავარქვა და მე ხო აერია ცხოვრება ესე ვთქვათ რა აქედან აქ და გაშორდნენ კი გაშორდნენ ბამ კონტაქტი მამასთან ჩაოლებრად აგრძელებდი დედა მთლიანად იყო შენი გულშემატკივარი გასაგებია მაგრამ არ იყო წინააღმდეგი რომ დარჩენილიყავი სპორტში და გაგეგრძელებინა ხო იმიტომ რომ დედა საკმაოდ ისეთი გმირული ხო აი ბევრჯერ გითქვამს ეს რომ გმირული და რაში გამოიხატებოდა ეს გმირული ნუ როდესაც უკვე მამა ჩემს ეს ყველაფერი დაემართა და ასე შემდეგ ნუ ფაქტობრივად დედა გვარჩენდა დედა გვაჭმევდა დედა ამზადებდა ჩემს სასწავლებელში იმაში ამი ყველაფერზე დააკეთებდა რა და რაღაცნაირად ანუ მაგის ისიც მქონდა რომ აი ეს ყველაფერი ეს რაღაც სირთულეები და არ ვიცი ეს ამდენი შრომა ჩემისთვის რაღაცნაირად რაც შეიძლება მალე მომეხსნა და აი იმ რაღაც მავნებჩოებს რაც ეზოში ხდებოდა მოუშორებოდი და პირიქით ის ჩემი საქმე მეკეთებინა მე ვარჯიშა მე შრომა რომ რაღაც წარმატებას მიმეღწია მალე რომ ეს ჩემისთვის ეს რაღაც ამდენი შრომა და იმიტომ რომ მუშაობდა ხოლმე ხანდახან ხამისთევითაც ექიმი არის პროფესიით წამოვიდა იმიდან და აფთიაქში მუშაობდა განმტკიცებლად და ანუ ეს ყველაფერი რო ხედავდი სამდღეში ერთხელ მორიგე იყო ხოლმე მარტო ვიყავით ხოლმე და ჩემი და 4 წელი ჩემზე უფროსია და ეს ყველაფერი რო ხედავდი რამდენი სწავლობდა რამდენი შრომობდა რაღაცნაირად მინდოდა რომ დამეფასებინა და საკმაოდ ადრეულ კალათბურთი უყვარდაო შენ მითხარე ხო თუმცა ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში ესე ვთქვათ მოვიდა როგორ თქვა ეს წარმატება რა 16 წლის ასაკში უკვე უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი 15 წლის ასაკში უკვე ხელფასიც მქონდა 17 წლის ასაკში საუკეთესო მოთამაშე გავხდი უმაღლესი ლიგის ანუ საკმაოდ მალე მოვიდა რაღაც წარმატების საფეხურები აი კიდე ფინანსურადაც მაგას გულისხმობ ძირითადად არა მარტო შენ თავს არამედ რაღაცნაირად მადლობას გადაუხდიდი დედას ხო ანუ აი მქონდა ეს ერთ-ერთი ის რომ რაც შეიძლება მალე ეს რაღაცა მომეგვარები როლები შეგეცვალათ
ხო? ხო. და საკმაოდ ადრიან ასაკშიც დავიწყე, ეგ ტვირთი. გახსოვს ის დღე, როცა ფული მიეცი? კი, როგორ არ მახსოვს პირველი ხელფასი, მაშინ ძალიან ბევრი იყო, ხა. ხო. ის რომელი 2001 წელია, $150 მომცეს ხელფასი, რაღაც სასწაული იყო. დედაჩემ სადაც მუშაობდა, ხელფასი რაც ჰქონდა, იმაზე მეტი იყო ეს და ჩავთვალეთ, რომ ძალიან ბევრი იყო. და ამით ვიცხოვრობდით თვიდან თვემდე, რაც დედაჩემის ხელფასი იყო და ჩავთვალეთ, ძალიან ბევრი მქონდა რა უკვე. ესე რომ ვთქვა, ცხოვრებაში რაც გამაჩნია, ისე და ისე წყალებში მხედრიონის დამსახურებით არაფერი აღარ დაგვიტოვეს. რაც გამაჩნია და ჩვენ ოჯახს რაც აქვს და ჩემს შვილებს და დედაჩემს და ასე შემდეგ, ყველაფერი ჩემი ხელებით და ჩემი შრომით არის გაკეთებული, ამიტომ საკმაოდ საამაყო არის ჩემთვისაც და ხო. იმედი არ დაბრუნდება მხედრიონის პერიოდი და არ წაგვარდება. იცი რა, ეგ ფორმას იცვლის ხოლმე, ეგ შეიძლება სხვანაირი მხედრიონი იყოს, მაგრამ მაინც იყო. საერთოდ მე როგორც ვატყობ ამ უსამართლობის მიმართ შეურიგებელი ადამიანი ხარ, ვერ ითმენ, რომ არ გამოხატა შენი პოზიცია. ხო, ცოტა ეს არის ჩემი აზრით, მე კი არა რაღაც ჯანსაღ აზროვნებასთან უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე რაღაც იმასთან რაღაცა რო ხდება, ადამიანს რო ჩაგრავენ, იქნება თუ ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, ჩვეულებრივ როგორც ქუჩაში გამოესარჩლები ვიღაცას, ასევე რუსთაველზე რო ხედავ იგივეს ან სასამართლოში ან ასე შემდეგ. შენი ელემენტარული მოვალეობაა, რომ ხმა მოიღო და უბრალოდ იმ ადამიანს გვერდში დაუდგე. შენი ხმით მაინც. და ამ ბოლო პერიოდში მე რასაც დავაკვირდი, თითოეული ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს ისეთ ადამიანს თუ ცოტა ცნობადი ხარ და ბევრ ადამიანს უყვარ ხარ, ჩემი აზრით ვალდებულიც ხარ, რომ ადამიანები ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ჩემი აზრით ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა ხდება სამწუხაროდ, ყველა ადამიანის ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს წარმატებულის და იმ ადამიანების, ვინც ხალხს უყვარს, ესე ვთქვათ რა. Oh, what a pass! Oh my goodness! Behind over the shoulder pass from Sinsadze. რა თქმა უნდა, წარმატებული ადამიანისგან და პირველ რიგში იმისგან, ვინც ხალხს უყვარს, უფრო მეც მოითხოვ. წარმატებული ადამიანიც უნდა უფრთხილდებოდეს ამ სიყვარულს, რადგანაც დიდმა სიყვარულმა დიდი გაწმილებაც იცის. პასუხისგებლობის გრძნობა დამახასიათებელი გიორგი ცინცაძისთვის არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩანს. ახლობლებთან ურთიერთობაში, გულშემატკივრებთან კონტაქტში, იმაში რომ უსამართლობის მიმართ საჯაროდ არაერთხელ გამოუხატავს პროტესტი. თავრობის სვლასთან ერთად არაფერი არ იცვლება და ამ ხალხის იმედი რომ აიხა რაღაცა შეიცვლება და ეხლა რაღაცა გამოსწორდება და მარტო ის რომ ეხა შუქი აგინთეთ და ეხა მარტო ის რომ ასფალტი დაგიგეთ, ანუ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ რა ვიცი ხალხი გაიზარდა და გამვითარდეთ და იმით ვეღარ მოგატყუებთ რომ რაღაც ეს ახალი წლის განათება მაგარი არის. მაგარი არ არის ის რომ ეს პოლიციელები დადიან და ხალხს ქუჩა-ქუჩა ცემენ. არ არის მაგარი ის რომ ყოველდღე გამოდიხარ დილას ბრიგზე და გვატყუებთ ელემენტარულად. ანუ არ არის რაღაც მონური მენტალობა არის ქვეყანაში რა, ეს ერთი ადამიანის რაღაც ბიძინამ ყველაფერი იცის, ბიშამ ყველაფერი იცოდა, ეს რაღაც ბანძი მენტალობა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და ხალხი გამოვიდეს და თავის სათქმელად ყოველთვის უნდა შეძლოს ადამიანმა თქვა. გაძლიერებული პასუხისგებლობა ქმნის მისი როგორც კალათბურთელის თამაშის სტილსაც. როცა ვკითხე გამთამაშებელი კალათბურთში დირიჟორს ხომ არ გავს ორკესტრში, მეთქი დირიჟორს, რომელსაც ყველა მუსიკოსის უნდა ესმოდეს და დაბალანსების უნარით უნდა გამოირჩეოდეს, მეთქი კი, ასეც ითვლებაო. დირიჟორს გვეძახიან სწორედო. ძალაუფლება გვაქვს, რადგან სიტუაციას აკონტროლებ, მაგრამ ეგ ძალაუფლება პასუხისგებლობასაც გულისხმობსო. ჩემ პოზიციაზე ჩამოყავდათ ძალიან ბევრი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი. ხო. რომ ყოველთვის ეს ხალხის ხშიც ტრიალებდა ეს თავიდან ახალგაზრდა ვიყავი, მე რაღაც არ მოწონდათ, მე ისცა, მე ესა. დაახლოებით 30-მდე ნატურალიზებული კალათბურთელია ჩემ პოზიციაზე.
ვერც ერთმა ვერ ამომაგდო ესე ვთქვათ შემადგენლობიდან. და ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეგ იყო, რომ ანუ არიცნობდა მენტალობას, იმის ხასიათს, ამის ხასიათს, იმას როდის უნდა გაუღიმო, ამას როდის უნდა დაუჭაჭო, ესეთი რაღაცეები რა. ანუ ის მოთამაშეები შეიძლება კი არა და ზოგი აუცილებლადაც მჯობდა ესე ერთ-ერთზე კი არა და ესე რომ შევადაროთ რა. მაგრამ ამ გუნდისთვის არ მჯობდა, ანუ ეგ იყო მიზეზი რა. და ეს პრინციპში ეს თვისება გამოგადგება ალბათ მწვრთნელად მუშაობის დროსაც. იმედია, იმიტომ რომ ვაპირებ, სურვილი მაქვს, მაგრამ ეხა არ გეუნები სხვა რაგზე გაგთქო, მაგრამ ნუ ეს ბუნებრივი გაგრძელება არის, ხო? ანუ მე მაქვს ჩემი აზრით და არც ამ საკითხში ცოტა ისე ვიქნები, შევიქებ თავს, რომ კალათბურთის ცოდნა, ანუ არა თამაში, ანუ არამედ უშუალოდ თეორიული ცოდნა, ესე ვთქვათ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად ვიცი, ვინც თუ ვინმე მიცის საქართველოში. მაგაზე მაქვს პრეტენზია. ეს საქმე მიყვარს, ეს საქმე ვიცი ყველაზე კარგად და ეხლა რო გითხრათ, რომ იმის ესე ვთქვათ, მუღამი მაქვს, რომ წავიდე და რაღაცა ვის სწავლო, რა ქვია და მე ადვოკატი გამოვიდე თქო, ნამდვილად არ მაქვს ან რაღაცა ის, ან მაგის ის, ეს მიყვარს, ეს მაბედნიერებს და აქ მინდა რომ თუ რამეს დავეხმარები და წინ წავწევ კიდევ უფრო მეტით ეს გამიხარდება მე. ეროვნული ნაკრებიდან წავიდა, მაგრამ კლუბში დარჩა. შემომთავაზა, ვარჯიში გვაქვს ახლა და თუ გინდა წამოდი. შეგხვედეო. მისი კარიერის დეტალები მაინტერესებდა. კონფლიქტი მწვრთნელთან უკრაინაში. რუსეთის გუნდებში თამაში, რასაც განსაკუთრებით მას შემდეგ ახსენებენ, რაც პროევროპულ აქციებზე დაინახეს. საშინელებები ხდება წინ რაც ხდება და რასაც ეს არ ვიცი პოლიციას ვერ დავარქმევდი ალბათ რაღაც ეს დაჯგუფებები რომ დაძდევენ ამ ხალხს და იჭერენ და ცემენ და ანუ რასაც მე ვნახულობთ ამ კადრებს ეს არის არ ვიცი ენით აუღწერელი და ანუ უბრალოდ ტელევიზიაში ალბათ არ ითქმის რაც ქვია მაგ ყველაფერს და უბრალოდ ვერ ხვდები ხალხი რატო არ ბრაზდება ამაზე და რატო არ გამოდის. რა თქმა უნდა, ღირსების ორდენზე უარის თქმის გადაწყვეტილებაც. 2025 წელს, როცა გიორგი ცინცაძე პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიალზე არ მივიდა, პრესისთვის მას კომენტარები ფაქტობრივად არ გაუკეთებია. ვაკიდან დიდუბემდე, კლუბამდე, სადაც გიორგი ვარჯიშობს, საკმარისი მანძილია იმისთვის, რომ ამ ამბის დეტალები გამეგო. გამაკვირვა მისმა პასუხმა ჩემს კითხვაზე. რა არის აუცილებელი სპორტსმენის წარმატებისთვის? ველოდებოდი სტანდარტულ პასუხს. შრომა, დისციპლინა, ნებისყოფა, მიზანდასახულობა. რა ვიცი, რას არ ამბობენ ხოლმე. გიორგიმ კი მიპასუხა, გამართლებაო. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი მქონდა, აი ზუსტად 2008-ში ომი რო იყო ჩვენთან. მაგ წელს სანამ ომამდე მაისში მოვაწერე რუსეთში. დაიწყო ომი და გავაუქმეთ კონტრაქტი. წავედი საბერძნეთში. რა თქმა უნდა, ეხა ეს მოწერილი რომ მქონდა მანამდე სხვა შეთავაზებები გაუშვი ხელიდან, იმიტომ რომ აქ იდეოლოგიური სადაცველი იყო, რომელსაც ვიცნობდი, ასე შემდეგ. სხვა შეთავაზებები გაუშვი ხელიდან, უკვე აგვისტოს ომი რომ მოხდა და უკვე უარი რო თქვი წასვლაზე დრო ცოტა იყო დარჩენილი და უკვე რაც იყო დარჩენილი იქიდან ავარჩიე საუკეთესო, ჩემი ჭკუით საუკეთესო მოვაწერე საბერძნეთში, სადაც 5 თვე ვითამაშე და ხელფასი ერთიც არ მოუციათ. ავდექი და წამოვედი. ეს კრიზისის დროს, იქ ხო რაღაც კრიზისი იყო საბერძნეთში იმ დროს არა. საბერძნეთში სულ კრიზისია. მაქროს კრიზისია. წავედი დონეცკში, უკრაინაში, ვითამაშე თვე ნახევარი, 1 თვე. გუნდმა გამოაცხადა ბანკროტი. წავედი პოლონეთში. ეს ხდება ერთ სეზონზე. წავედი პოლონეთში და მეორე თამაშზე მოვიტეხე ფეხი. და ანუ ეს ყველაფერი ხდება წელს, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩემთვის რაღაც ტრამპლინი, სადაც გავხდი რაღაც საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი, ესა და
აი ეს უნდა მქონდა, მოხდა ეს. მე ცოტა სხვანაირად უყურებ ხა, ჩემთვის ხა სიმართლე რო გითხრათ ამ პარლამენტის და იმას რაღაც სხვანაირად უყურებ, მე რაღაც ისე უყურებ, რომ ეს არის რაღაც ქვეყნის რაღაც უზენაესი რაღაცა, ხო? აქ იღება კანონი, ესა და ჩემ წარმოსახვაში, ხო? როგორც რაღაც ადამიანი იქ ისეთი უნდა იჯდეს კომპეტენტური, ცოტა კრიტიკული აზროვნებაც რო იცოდეს, რაღაც განათლებული უნდა იყოს, რაღაც ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომ შეეძლოს იქ რაღაც მსჯელობა, ასე შემდეგ რაღაცა პასუხისგაცემა, უარის თქმა, არას თქმა, კის თქმა, ანუ რაღაც ეგრე წარმომიდგენია ჩემ წარმოსახვაში და ну რაღაცას უყურებ ხა ჩვენ პარლამენტს, ცოტა მე ეჭვება რომ რაღაც ეგეთი დებატი იქ დგებოდეს ერთმანეთში მაინც. ხო და მით უმეტეს რატო არა გაქვთ თქო ამბიცია რომ იმიტომ რომ მე არ მაქვს მაგის ამბიცია და არც პრეტენზია და რავი რაღაც ჩემ თავს ალბათ ვერ ვაკადრებ რომ რაღაც აი ეგეთ იმაში მოვხვდე რა რაღაც ჩემთვის არაკომფორტული ადგილი არის ჩემთვის ახლა რაღაცნაირად ვიღაცამ რომ დამიწყოს რაღაც იმაზე ჟურნალისტები რომ მოგვარდნენ და ეკონომიკაზე დაგიწყო ლაპარაკი. ჩემთვის არაკომფორტული სივრცე არის და არც კომფორტულად ვიგზნობ თავ, არც კარგად ვიგზნობ, არც ხო, იცი რა არის? რითი იმართლებენ ხოლმე, იცი თავს ხშირად რომ ამბობენ რომ აი სპორტს მივხედავ. სპორტს ჭირდება მიხედვა, ახალ კანონებს მივიღებთ, რაღაც გამიგია ეგეთი რაღაც და ამიტომ მე ერთადერთი რაც გამიგია და რაც მინახია და რაც ისი მომსწრეებიც ყველანი ვართ, ყველა სპორტსმენი მერე ხდება ფედერაციის პრეზიდენტი ავტომატურად იქ შედიან და თუ მაგას გულისხმობენ რომ სპორტს მიხედავენ, რაღაც მაგალითები გვაქვს ხა, თლათ ისე რო არ ხო გამომივიდეს, ხა ფეხბურთის ფედერაცია წარმატებული არის ამ პრეზიდენტის ხელში, ხო? ხო. კალათბურთის ფედერაციაც ეხა მოვიდა და რაღაც სასიკეთო ძვრები არის. ხო. მაგრამ ფაქტი ის არის რომ მოდიან პარლამენტში და მერე ხდებიან ფედერაციების პრეზიდენტი და ან შეიძლება პარლამენტი დაჭერდეს ბიზნესისთვის. ბიზნესმენები, სპორტსმენები მიდიან ბიზნესში, ხო? საქართველოში. მაგი არ ვიცი, ხა ნამდვილად სხვიჯიბეში, ნამდვილად არ ვიყურები და ხა როგორ აისახება ეს მაგათ ფინანსებზე, ნამდვილად არ ვიცი. ხო, ლაპარაკობდით არა გამთამაშებელზე და იმაზე, რომ ინტუიცია უნდა ქონდეს, შეგრძნობდეს სიტუაციას და ასე შემდეგ. არ გეჩვენება, რომ ყველა სპორტსმენს არ ახასიათებს სამწუხაროდ ეს თამაშის გარეთ, ანუ რეალურ ცხოვრებაში. ანუ ცხოვრებაში ბევრი რაღაც ხდება და მე როცა სპორტსმენი ამბობს, რომ მე და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორსა ვარ, თითქოს რაღაცა სხვა პლანეტაზე ცხოვრობდეს და მოგწონს ეს. აი ხა მაგალითად ჩემი არანაირი არც მოწოდება და არც სურვილი და ანუ არაფერი არ არის, რომ მე პოლიტიკოსი გავხდე, ანუ ხო. პირიქით. ანუ ჩემთვის ყოველდღე მიუღებელი არის თან რო ვიცი ის ადამიანი რამოდენიმეს ვიცნობ და ძალიან ახლოსაც ვიცნობ და ის ადამიანები რა ვიცი ხა პოლიტიკოსობამდე რაც იყვნენ და პოლიტიკოსობის შემდეგ რაც დაემართათ ჩემთვის ცოტა საწყენი არის ანალოგიურად შეიძლება იმათმაც იგივე თქვან რომ ან შეიძლება დაგემართაო მაგრამ მე არ ვთვლი რომ დამემართა მე უბრალოდ შენ არ განსაზღვრო ქართულ პოლიტიკას მე უბრალოდ ხო შენ უბრალოდ როგორც მოქალაქე შეგიძლია გამოხატა შენი პოზიცია გავიგე მაგრამ ერთი არის რომ პოლიტიკოსი გახდე და მეორე ის არის რომ არ გაემიჯნო რეალობას რა რაც ხდება ქვეყანაში, სოფლიოში, რა ვიცი, როგორ შეიძლება არ მესმის ეს ხელოვნებაში ძალიან ბევრისგან გამიგია რომ აი მე იცით ხელოვნება ცალკე პოლიტიკა ცალკე და ყველა სასაცილო იცი რა პოლიტიკა არის ყველა სასაცილო ანუ იცი რა არის ანუ მე რასაც ანუ ზოგადად გამოდივარ და ვიზეც ვაპროტესტებ და ვიზეც რაღაცას ვიძახი ანუ ადრე თუ გვიან ყველა ის ადამიანი მე თვითონაც გამოდიან და იმაზე იძახიან რომ ის არის ზოგი ეს არის რაღაცა ნაცი ზოგი უსამშობლო ზოგი რაღაცა უბედურება სიტყვები რო იციან და ანუ მე რო ვიძახი მე ცუდი ვარ
რა ვიცი 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში თვითონაც გამოდიან, მე იგივე სიძახიან იმ ადამიანებზე, ვიზეც მე ვიძახი. და მე მაინც ის ვჩები, რა ქვია, ის რაღაცა. იარლიყი გაკ. იო, რა. ის თვითონ ისე მაგარი როჟები არიან და კი. რა ვიცი მე, აჰა, აი იყოს ეგრე, მაგრამ მთელი პოლიტიკური ცხოვრება ეგეთი გვაქვს. ხალხმა იმას აქნას განსაჯოს თუ როგორ არის ეს ხო, რა თქმა უნდა, ჩავრება. მე მარტო ერთ რაღაცაზე ვწყდება ამ ქვეყანაში გული აი სხვა მართლა არაფერი არ ვწყდება რომ ქართველები აი ესე ცოტანი რო ვართ ესე რა ვიცი ესეთი მაგარი ქვეყანა რო გვაქვს მართლა ოღონდ ხო და უბრალოდ რომ ანუ არ გვინდა რომ მოუვაროთ არ გვინდა რომ ქართველმა ქართველს დაეხმაროს ამდენი რა ვიცი მშიერი ადამიანი რო დადის ამდენი გაჭირვებული რო არის, ამდენი დანგრეული სოფელი რო არის, ამდენი ანუ ეს რო არ უნდათ რომ ადამიანებმა ანუ შეცვალონ და გამოასწორონ და ამის მაგივრად ურჩევნიათ რომ რაღაც კანონები მიიღონ და პირიქით შეზღუდონ და რაღაცა სისულელეები 1000 სისულელე. აი მაგაზე ანუ ჭკუა მეკეტება და ანუ ჩემთვის ბრაზდები ხო. თავისუფალი რო ხარ, რა ჯობი, აი არავის აზრს რო რა თქმა უნდა, შენი აზრი რო შენი აზრი რო გაქვს ყველაფერი. შეიძლება მცდარი ხარ, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ შენი აზრი, ანუ ის არ გეუნება ვიღაცა მესის არ წერს, რომ აი ეს თქვი, ხა ამაზე. ადრე მახსოვს ის რო იყო, რა ქვია. ბუდარია თუ რაღაც გადაცემები რო იყო. და იქ რაღაც ინტერვიუს რო იძებენ და რო ეუნება რაღაც. რა შაქარი არ გაძვიდა და საკითხი რომ არ გაძვიდა და რაღაც ეგეთის რო არის რა რაღაც რასაც ჩაგზახებენ იმას რო კანა ხო რა ინტერვიუ აი ეგეთი თავისუფლება რო არის რა რასა აქ ფასი რა ვიცი მე ანუ ვისმენთ და აი ამ ანუ შენ თავისუფლებაზე რო ცალაპარაკობ და ის უნდა გააკეთო რასაც იმ მომენტში ფიქრობ და ამ დროს შეიძლება ბევრს დაუპირისპირდა ეგეთ შემთხვევა ქონდა ხო როცა აი სამწუხაროდ ღირსების ჯილდო რომ მიიღე ისე კარგად მახსოვს მე პროპაგანდისტულმა არხებმა როგორ გააშუქეს რომ აიღო ის ფულიო და მე გავიგეთ რომ ძალიან სასაცილოა ხო და რას გატყობიცი რომ არ გიყვარს შენმა ერთმა ხელმა არ უნდა იცოდეს მეორე რას აკეთებსო და არ გიყვარს აფიშირება შენი ხო ეხლა შე რო ეს გაგეკეთებინა ისე ხაზგასმულად და რაღაცა სცენაზე დამდგარიყავი და ესა მაშინ ისინი ვეღარ გაბედავდნენ და ვერ იტყოდნენ ფული აიღო მაგრამ ჯერესეთი რაღაცნაირად ანუ რაღაც მორალურად არ თვლიდი თავს რომ ის ჯილდო უნდა ამიღო იმიტომ რომ რაღაცნაირად ჯერ თვითონ ეგ ჯილდოც რაღაცნაირად გააპოლიტიკურეს და რაღაც თავიანთი პლუსების დასაწერად აკეთებენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა კალბურთის ნაკრებს და მონაწილეებს აბსოლუტურად ყველანაირი ჯილდო ეკუთვნის, იმიტომ რომ მართლა რამდენი წელია სოფლიო ჩემპიონატი იქნება თუ ევროპის ჩემპიონატი იქნება ძალიან ბევრი წარმატება მიგვიღწევია და ნამდვილად ის ყველა მოთამაშე იმ ჯილდოს იმსახურებს, მაგრამ ნუ იმ დროს და იმ ფორმით ნუ ჩემთვის მე აქციებზე რო ვიდექი და ის ადამიანი რა ვიცი მე ხან ტყუებს მესროდა და ხან ქუჩა დაგვძევდა რომ ისა იმიტომ რომ რაღაცას ვაპროტესტებდით ვეცემეთ ანუ იქ მივიდე და იმისგან ჯილდო ავიღო რაღაცნაირად ჩავთვალე რომ არ იყო სწორი თან გახსენებდნენ რომ რუსეთის ნაკრებში თამაშობდა და რუსეთის ჩემპიონი იყო მახსოვს ის სასაცილო იყო იმიტომ რომ მე ჩავხედე ბიოგრაფიას და რუსეთი მე თამაშობდი რუსეთში გეტყვით 2004 თუ არა 5 წლამდე 2005 წლამდე თამაშობდი რუსეთში 5 ეგ მახსოვს იმის მე არ მითამაშია მეცაც გეტყვით ну ის ისტორიაც რომ ნაკრებში თავაზობდნენ მოქალაქეობა უნდა მიმეღო და რუსეთის ნაკრებში მე თამაშა მაგაზეც უარი მაქვს ნათქვამი ყველამ ძალიან კარგად იცის ეგეც მეცაც გეტყვით კიდე 2008-ში მოვაწერე რუსეთში ომი რო დაიწყო აღარ წავედი და იმის მე არანაირი შეხება არ მქონია მაგრამ ნუ ამათმა ესე დაწეს მაგრამ ეგეც კარგი არის მე ანუ მეორე მხარიდან უყურებ რომ თვითონაც
ჩემს მერე კიდე ითამაშეს ქართველებმა და ანუ ვაფშე არ მაქვს მაგაზე პრობლემა რომ ითამაშეს იმ გუნდში. სხვაებიც ნახავენ რომ აი ესენი ესე ბინძურად რომ აი რა ამდენი წელი რაღაცა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. შეიძლება ბევრი არ გამიკეთებია, მაგრამ პატარა აგური ხომ აი კენჭი ხომ აი დამიდია ხო ამ ქვეყნისთვის რაღაც სიკეთე მომიტანია. და ვიღაცა აი მარხსაც არ დავასახელებ და იმ უფროსაც просто ну არც იმსახურებს. აი ესე რო ცდილობს რომ გამაშაოს ხო? აი ის ხალხიც ხო, ის სპორტსმენებიც ხო ხედავ რომ თურმე სანამ თამაშობ, მაგრამ მე არაფერში აღარ ჭირდება და ესე მოგექცევიან, როდესაც უბრალოდ სიმართლეს იტყვი. სპორტსმენის მთავარი ის რა არის, ხო? რა თქმა უნდა, ხალხია. ხალხის სიყვარული, რაც ყოველთვის დაგრჩება. იქ შეიძლება კაი გუნდში ითამაშო, კაი ხელფასი ქონდეს, ის ქონდეს, ეს ქონდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც დაგრჩება არის ხალხის სიყვარული. არ გწლება გული რომ მაინც ბევრნი არ ახართ. ნუ ცოტანი ხართ ესეთი სპორტსმენები რა. ნუ მაინც უმათ არიან, მაინც ისე მიკვირს ევროპაში ცხოვრობენ, არაფერს არ უნდა ეშინოდეთ, ყველაფერი აქვთ, ფულიც აქვთ, წარმატებას შემდეგ მაინც ცდილობენ რომ რა ვიცი ახლა ადამიანებს უცემენ და რო ხედავ რა როგორ შეიძლება გაჩუმდე მე არ მესმის ახლა მაგრამ ნუ სპორტსმენი თან ყველაზე უშიშარი ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი ადამიანი უნდა იყოს ხო? ნუ ხო უშიშარი არის, მაგრამ დამოუკიდებელი ყველა ვარიანტში ხარ, იმიტომ რომ არ ხარ არანაირად თან სამ იმაზე მიბმული არც სახელმწიფოს ბალანსზე ხარ ვიღაცის კისერზე არ ხარ, შენ თავის პატრონი ხარ შენ თვითონ რა. ანუ აბსოლუტურად ყველას დარწმუნებული ვარ ეს არ მოწონს. აი ეს ჩაგვრა, ეს ასე შემდეგ ხო? ოღონდ ყველას არ შეუძლია გამოხატვა თავისი იმის, აი როგორც ხა მაგალითად მიტინგზე ვიღაცა პირველ რიგში დგას, ვიღაცა მეორე რიგში დგას, ვიღაცა სახში დგას, მაგრამ არ ემხრობა ხო ამ რაღაცას. აი ეგრე არის დარწმუნებული ვარ უმრავლესობა რა, ანუ ვერ იმაშვებიან, რა ქვია, ვერ ხვდებიან ეს რო ქნა, ეს რა იქნა, ეს მოყვება, ეს რო ქნა, ეს რო თქვა, ეს რატომ მოყვება, ანუ ვერ გაუგიათ და ჩემი აზრით შიშიც არის. მაინც მე მგონია რომ არ არის საშიში, რავი, არ არის საშიში. რა თქმა უნდა. რამდენად ხშირად ფიქრობს თავისუფალი ადამიანი მომავალზე? სპორტული ცხოვრება ხომ ხანმოკლეა და ამიტომ სასტიკიც. როგორ აწყობს გეგმებს? ხანდახან მაინც ხომ არ ნანობს, რომ ის პროფესია აირჩია, რომელიც ადამიანს დიდ დროს არ აძლევს წარმატების მოსაპოვებლად. ამაზე გიორგის ალბათ ყველაზე ახლობელი ადამიანები ელაპარაკებიან. პირველ რიგში დედა. ხო, ეგ არის კი ეს, ანუ რაღაც პერიოდის თავდება და სხვა ცხოვრება უნდა დაიწყო. არც თვითონ თუ გესაუბრება იმაზე რომ აი რას აპირებ მე ან ხონიათ ამაზე ლაპარაკი არ ვიცი. კი, სულ. ხო, ქონდათ, ხო? ხო, ნუ ის თავის მე რა უნდა ქნა, მე რა უნდა მოსაქნა, მე ხადა დაიწყე იმაზე ფიქრი. ნუ ჩვეულებრივი ალბათ შენ შვილის მიმართაც შვილი რო აირჩევს სპორტს ალბათ ეს კითხვა შენს გქნება ჩვეულებრივი რომ პარალელურად რას არ ეს კონკრეტულად არც ურჩევ და არაფერ რაც მომდებათ. ნუ რა თქმა უნდა, ხა ჩემთვის რაც უფრო ახლო არის და რაც უფრო სასიამოვნო არის იმას თუ გაყვება ჩემი შვილი, რაღაც მაგათ ხარულ ექნება, მაგრამ თუ არ გაყვება, ეგეც არის აბსოლუტურად პრობლემა, იმიტომ რომ მე ესე რო თქვა, რამდენი სიხარულიც და ასე თქვა დადებითი ემოციაც მოუტანია ამას, მე მეყოფა ჩემი ცხოვრებისთვის და ანუ არ მჭირდება კიდე რაღაც სხვაზე ჩემაშვილმა. ნუ რა თქმა უნდა, ხა გამიხარდები გახსოვს. რა თქმა უნდა. ხო, არა, როგორ არის ხოლმე, ხო იცი მე. ჩემი აზრით სპორტის გარდა ესეთ ემოციებს ვერსად ვერ მიიღებ, როგორც სპორტში იღებ, იმიტომ რომ არ ვიცი, ხა არც ერთ სფეროს არ მინდა რომ რაღაც შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ანუ აი მაგალითად რო აგიღწეროთ, ხა იმ სოფლიო ჩემპიონატზე გავედით 2023-ში. ბოლო წამზე რო წარმოიდგინოთ, რაღაც ორჯერ იმას ვისვრით,
ერთი ჩავაგდეთ, ერთი გაფუჭდა, აქეთ უცბად, ანუ ეს ხდება 8 წამს გეუნებით. აქეთ გამოიქცნენ, უნდა ჩაეგდოთ, ანუ ორქულიანი გაეკიდა თორნიკე შენგელია, ხელი შეუშალა უცბად, ამან არის სროლა, იქით სამქულიანზე გაუტანა ისლანდიის ისტორიაში, რავი, ისლანდია რო იღუპებოდეს, რო უთხრან, აი ერთი სროლა ვის მიცემ თუ ამაზე იტყოდნენ, ამას ეს თუ ჩააგდეთ, გადავრჩებით, აი ეგეთ კაც მიცა პასი და სუცარიელმა ისროლა და უცბად როგონია რომ დაიქცა ყველაფერი და გააფუჭა და შენ მოიგე ის დაიღუპა და ანუ ეს ამ ემოციას ეხა 8 წამში ხო? ეხა დანარჩენს რო თავი დავანებოთ 39 წუთი და 52 წამი რა ხდებოდა ბოლო ეს 8 წამი აი ეხა ესეთ ემოციას მარტო 8 წამში სად მიიღებ მე თუ ვინმე რამეს მეტყვის კი ბატონო ან თუნდაც რა ვიცი ხა ფეხბურთში რომ ბოლო პენალი გაიტანეს და რაც სტადიონზე ხდებოდა, რაც ქვეყანაში ხდებოდა და არ ვიცი მე რაც ხდებოდა, ანუ მაგას სპორტის გარდა მე ეჭვება რომ სადმე ეგ ემოციები დაახურდაო რა, ესე ვთქვათ. და მით უმეტეს როცა უშუალოდ იქ მონაწილე ხარ, ანუ არ ვიცი